აბანო თუმანში რო გაივლით, ხო? აი ზემოთ პატარა ეკლესია როა და რაღაც ზარი როა რაღაცნაირად ჩამოკიდებული. იქ რო შეხვალთ, იქ არის მუზეუმი. და ქვემოთ არის დაახლოებით მიწის ქვეშ გადასასვლელის დონეზე ქვემოთ არის ძველი ის რა ქვია რომაული აბანო. რომაული აბანო არის რომაელების მიერ აშენებული და ერთ-ერთი რომაელი ვინც შემოვიდა თავის დროზე იყო პომპეუს მაგნუსი იმპერატორი პროსტორეთ დიქტატორი აი აღმოსავლეთისკენ იყო და დასავლეთისკენ კიდე კეისარი ეგრო დამარცხდა იქით დამარცხდა თორე აქ კი არ დამარცხებულა არც კავკასიაში არ დამარცხებულა პომპეუსი და არც წინა აზიაში და ისიც იქ ღალატით დამარცხდა სხვადასხვაის ხოდა თბილისი პომპეუსის დაარსებულია და ეგ აბანოც პომპეუსისა იქნება იმიტომ რომ მცხეთასთან პომპეუსის ხიდია როგორ ახლა ის ხიდი რატო გააკეთა აქ უნდა გაიკეთებინა თავის რეზიდენცია და იმიტომ ნახა ეს თერმული წყლები და ის ხიდიც მაგიტო გააკეთა რომ გადმოსულიყო და იქ აბანო გაიკეთებინა გენსვარ აბა ვის გაკეთებული იქნება და დიდი ალბათობით პომპეუს მაგნუსის აი რაც შეეხება ის რომ ვახტანგ გორგასალი რომ მიმინოთი ნადირობდა მოდი აბა გავანალიზოთ კაცო რეალურად მივყვეთ მიმინო ხო აი ტყის არემარიში ძირითადად ნადირობს ყვავებზე ამიგეთ არც ერთ შემთხვევაში მეფე მიმინოთი არ გამოვიდოდა სანადიროდ ის ფაზანი ანუ ხოხობი ხო ძირითადად არის ბალახებში ბინადრობს ის რაღაცა ის ფრინველი ამიგეთ და თუ თქვა დინადირებს ეს მიმინო ხო ინადირებს და დაეცემა იქ იმ ბალახებში მაგას ხოდა ლეხვთახევში აბანო თუმანში სად არის იქ მინდვრები რა ეხლა არ არის მინდვრები და მაშინ სად იქნებოდა იქ იქნებოდა ტყე ჩვეულებრივად რა უნდა იქ იმას რა ქვია ხოხობს ხა კიდევაც რო ყოფილიყო ბალახებში იქნებოდა და ზემოთ ვერ აიტაცებდა ეს ან ზემოთ ვერ დაიჭერდა ეს მიმინო და ვერ ჩაუვარდებოდა ახლა კიდე ხო გეუბნებით ძირითადად ტყის პირობებში ეს მიმინო ნადირობს ყვავებზე ეგ ცნობილი ამბავია კაცო რომელი მეფე ვახტანგ გორგასალი აი მეფე იყო მევცენ პატრებს იმას ხო ისინი არცემენ პატრებს ვინც ამოს რომ მიმინოთი ნადირობდა როგორ შეიძლება კაცო ყვავებზე ესე თქვა ყვავებს რო დაძდებს ეს დაცველი ფრინველი ამით ენადირნა კაცო არწივი აღარ იყო მეფეს არწივი ხო შეეფერება კაცო მიმინო შეეფერება სიცხვილე აუფიქრეთ აბა ყვავებზე მონადირე მიმინო ყვავი შეეჭამნა მერე კაცი მხელა მეფეს ან საერთოდ მეფეები ნადირობდნენ ძაღლებით იმაზე რა ტახტზე რაზე საუბარი კაცო ახლა ბულბულ დაცველი ფრინველი თუ ინადირებდნენ ან არწივი ეყულებოდა ან ქორი მაინც კაცო მიმინო ეხო ხვდებით რომ ეს აი ეს მითი ვითომ რომ იმან აღმოაჩინა არის სულის სისულელე
მან მითიდან გამომდინარე, რომ არასწორია ეს მითი. ჯერ მაგიდან გამომდინარე. ახლა კიდე უკეა კაცო ის არქეოლოგებმა ის ნახეს ის ხო? ის რომაულებმა რომ ეხლა მაინც ხო დავფიქრდეთ რა რაღაც. იქ რო აბანო თუ მაშინ ხელა ძეგლი როა მიმინოს სისტემის ხოხმისა. ვოცილონ რა. ვოცილონ და პომპეუს მაგნუსის ძეგლი დადონ რაც. და თქვა რომ მაგის დაარსებულია. იქით დასავლეთ რომის იმპერიაში ხო დაარსეს ეს პარიზი და ეს ლონდონი რომაელებმა. ეს ხო ცნობილი. რატო არ ეგრეხებათ ახლა იმათ რა ქვია ფრანგებს და ინგლისელებს რომ როცა ამობენ პატიოსნად რომ რომაელების დაარსებულია ის პარიზის და ლონდონის. რატო არ სხვენიათ ამის რა ვერ გავიგე ჩვენ ამართ ამაყები და ისინი არ არიან ამაყები? თუ ისინი უფრო ისინი ჭკვიანები ჩვენ დაჭდებით. ჩვენ წერტაღრიცხვამდე რო იყოს თბილისი დაარსებული, ეგ უფრო ჩვენთვის კარგი არ იქნება? ახლა ქვეყანამ მთელი მსოფლიო იცნობს ამ პომპეუსს, ხო? ჯერ მარტო ეგემა პომპეუსით გაიცნობს ხელახლა თბილისს და მთელ საქართველოს მთელი მსოფლიო. ახლა კიდე კაცო ძალიან ესეთი საპასუხისმგებლო ეპოქაში შედის ჩვენ ქვეყანა, ხო? აღარ არის ის ეგრეთ წოდებული ზასტოის პერიოდი, ხო? არაფერი არ ხდებოდა, ხო? ეხლა ჩვენც უნდა თავი მოვიქეკოთ ცოტა კაცო. ჩვენი ქვეყანა როგორც არის, ასე ვთქვათ, სინამდვილეში ჩამოყალიბებული მისი დედაქალაქი. ხო, იმას უნდა გავიაზროთ სინამდვილეში, ხო? რაღაც აბსურდული მითები კი არა. რეალურად აი არქეოლოგიისგან გამომდინარე. და უნდა მივხვდეთ რომ ჩვენ აი საქართველოს, ხო, პოლიტიკურად რატო შეიქმნა? იმიტომ რომ ის რომაელები ჩამოვიდნენ და ეს ქვეყანა იმას ქნეს. ქალაქი დაარსეს და ამ ქალაქმა გაძლო ამ თერმული აბანოებით სხვათა შორის. დიდი მნიშვნელობაა ქალაქისთვის მაგას. იარსება და ამ ქვეყნის დედაქალაქად იქცა და სახელმწიფო ჩამოყალიბდა საქართველო. ხო და უნდა მივაქციოთ რომ ვინ შეუწყო ხელი ამას? რომაელებმა, ხო? ევროპამ. ხო და სამომავლოდ რომ ესე იგი საქართველოს რომ კიდე რო გადარჩეს. იმას უნდა ასე ვთქვათ, იმის მხარი რომ დავიჭიროთ, ვინ შექმნა ეს ქვეყანა, ხო? ვინ შექმნა? იმას კი არ ვიძახი რომ მაინც გენეტიკურად სულ ყველანი ისინი იყვნენ. არა. ვინ მიიღო უფრო დიდი წვლილი, ასე ვთქვათ. ეგ. რა თქმა უნდა ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ დედაქალაქის დაარსებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ქალაქს აქვს დიდი მნიშვნელობა. აი მაგალითად რომი რო არ ყოფილიყო ეს ქალაქი, ხო? რაც რომის იმპერია იქნებოდა და ეხლა არც იტალია არ იქნებოდა, ხო? იმ ქალაქს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, გესმის? ქალაქებს რატოა დედაქალაქი, რატო ქვია დედაქალაქი, ასე ვთქვათ, აი ცენტრი, აი საიდანაც მოხდა, ასე ვთქვათ, იმ სახელმწიფოს წარმოქმნა. გამოვიწერეთ რა ჩემი არხი.